ტრამპმა პუტინი უკან დაახევინა მას შემდეგ, რაც უკრაინამ ომის ერთ-ერთ ყველაზე სახელგატეხილ ბრიგადას დაარტყა, რუსულ ნაწილს, რომელიც ბუჩას მასაკრებთან იყო დაკავშირებული. და მოსკოვი მას იყენებს როგორც სამხედრო მექანიზმის ნაწილს, რომელიც კვლავ ცდილობს უკრაინული წინააღმდეგობის ჩახშობას. ამ ორშაბათს 2026 წლის 1 ივნისს ეს შემთხვევა მნიშვნელოვანია, რადგან ერთდროულად სამ ნიშნას აერთიანებს. უკრაინული დრონები აღწევენ რუსულ სამიზნეებს ფრონტის ხაზიდან შორს, ყირიმი განიცდის ლოგისტიკურ ზეწოლას და კრემლი კვლავ ემუქრება ევროპას მას შემდეგ, რაც საკუთარი ხალხი გახდა სამიზნე. სხვაობა ჩანს მაშინ, როცა საქმე დონალდ ტრამპს ეხება და არა ევროპელ ლიდერებს, რომლებსაც მოსკოვი პროვოცირებს. ტრამპის წინააღმდეგ მოსკოვი ზომავს თავის სიტყვებს, რა იყო დაზიანებული, რატომ იგრძნო პუტინმა დარტყმა. როგორ შეცვალა დონალდ ტრამპმა რუსეთის მუქარის ტონი? ახლავე ყველაფერს გეტყვი. თუ ასეთი პირდაპირი და კონკრეტული კონტენტი მოგწონს, გამოიწერე არხი, რადგან აქ ხოველდრე ასეთ ვიდეოებს ნახავ. უკრაინამ დაარყა პოზიციებს, რომლებიც დაკავშირებულია რუსეთის 64 მოტომსროლელთა ბრიგადასთან, რომელიც უკრაინელი ოფიციალური პირების თქმით, ერთ-ერთია იმ დანაყოფთაგან, რომლებიც ასოცირდება ბუჩაში, კიევის რეგიონში 2022 წელს ჩადენილ დანაშაულებთან. დარტყმა განხორციელდა უკრაინის უპილოტო სისტემების ძალების დრონების ოპერატორების მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მდებარე რუსული ძალების მიერ გამოყენებულ სამხედრო სტრუქტურასა და საწვრთნელ ზონაზე. 64 ბრიგადა მძიმე სახელად იქცა, რადგან ბუჩა ომის ჩვეულებრივი ეპიზოდი არ ყოფილა. ქალაქი განსაკუთრებულად აღინიშნა მას შემდეგ, რაც რუსული ძალები გაიყვანეს და ქუჩებსა და ოკუპირებულ ურბანულ ზონებში მშვიდობიანიანი მოსახლეობის ცხედრები აღმოაჩინეს. კიევისთვის ამ წარსულთან დაკავშირებული დანაყოფზე დარტყმას სამხედრო და პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს. სამხედრო იმიტომ, რომ ამცირებს წვრთნის გადაადგილებისა და მართვის შესაძლებლობებს. პოლიტიკური იმიტომ, რომ კრემლს მკაფიო გზავნუს უგზავნის. ომი არ დასრულებულა მათთვის, ვინც გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობდა. უკრაინული ქალაქების განადგურებაში მონაწილეობდნენ და შემდეგ სჯეროდათ, რომ სახლში ისე დაბრუნდებოდნენ, თითქოს არაფერი მომხდარა. ეს ის საკითხია, რომელიც პუტინს აწუხებს. წლების განმავლობაში მოსკოვი ავრცელებდა იდეას, რომ მისი ჯარისკაცები რუსეთის სახელმწიფოს დაცვით მოქმედებდნენ, მაშინ როცა პროპაგანდა შეჭრას სპეციალურ ოპერაციას უწოდებდა და ცდილობდა ბრალი დასავლეთისთვის დაებრალებინა. ეხლა ომმა ფორმა შეიცვალა. უკრაინა აღარ არის მხოლოდ თხრილებზე, არტილერიასა და ტერიტორიულ დაცვაზე დამოკიდებული. კიევი იყენებს დრონებს, დაზვერვას, თვალთვალსა და ზუსტ დარტყმებს იმ მიზნების მისაღწევად, რომლებიც ადრე უსაფრთხოდ მიიჩნეოდა. ტერორის ბრიგადა დაზიანდა ამ ახალი ფაზის ფარგლებში, როდესაც ბრძოლის ველი ვრცელდება საწყობებზე, მარშრუტებზე, საწვრთნელ ცენტრებზე და მხარდამჭერ ზონებზე. პუტინი უკან არ იხევს, იმიტომ რომ შეძრა რამემ. პუტინი უკან იხევს მაშინ, როცა ხვდება ფასს. რუსული რიტორიკა როგორც წესი ძლიერდება, როცა სუსტ ლიდერებს, ცარიელ განცხადებებს და უსასრულო შეხვედრებს აწყდება. მაგრამ იგივე რიტორიკა სუსტდება, როცა მკაცრ ამერიკულ პასუხს აწყდება. ეს სწორედ მაშინ მოხდა, როცა დმიტრი მედვედევი, რუსეთის ყოფილი პრეზიდენტი და ამჟამად რუსეთის უშიშროების საბჭოს მნიშვნელოვანი ფიგურა, ბირთვული რიტორიკის გამოყენებას შეუდგა დასავლეთის წინააღმდეგ. ტრამპმა უპასუხა, რომ მან უბრძანა ამერიკული ბირთვული წყალქვეშა ნავების გადაადგილება შესაბამის რეგიონებში, რადგან მუქარა იყო გამოთქმული და ამერიკელები დაიცავდნენ საკუთარ ხალხს. ამის შემდეგ რუსეთის ტონი ტრამპის მიმართ უფრო ფრთხილი გახდა. სწორედ აქ იცვლება აღქმა. უკრაინამ დაარტყა ბუჩასთან დაკავშირებულ ბრიგადას და აჩვენა, რომ რუსეთის სამხედრო მანქანა შეიძლება ნადირობის ობიექტი გახდეს. ტრამპი ჩნდება როგორც ლიდერი, რომელიც ბირთვულ მუქარას აკადემიურ დებატად არ აქცევს. ის მუქარას შეკავებად გარდაქმნის. ეს სიტყვა მარტივია. მტერი ორჯერ დაფიქრდება, სანამ ხაზს გადაკვეთს, რადგან იცის, რომ პასუხი იქნება. პუტინი ამენას კარგად იცნობს. კრემლი შეიძლება დასცინოს ევროკავშირს, შეუტიოს მაკრონს, სტარმერს, ურსულა ფონ დერ ლაიენს და სხვა ევროპელ ლიდერებს. მაგრამ იცის, რომ შეერთებული შტატები ტრამპის ხელმძღვანელობით მუქარას დიპლომატიურ თეატრად არ აღიქვამს. რუსულ ბრიგადაზე თავდასხმას მოსკოვისთვის კიდევ ერთი სერიოზული პრობლემა მოჰყვა – ლოგისტიკა. უკრაინამ გააფართოვა დრონების კამპანია მარშრუტების, საწვავის სატვირთო მანქანების, ენერგეტიკული სტრუქტურებისა და ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების წინააღმდეგ. ოკუპირებულ ყირიმში მძღოლები რუსეთით კონტროლირებად ტერიტორიებზე რიგებს, შეზღუდებსა და ბენზინის დეფიციტს წააწყდნენ. ეს პუტინის ძალაუფლების სენსიტიურ წერტილს ეხება, რადგან ყირიმი წლების განმავლობაში პოლიტიკური ტროფეის სახით გამოიყენებოდა. ის რუს ხალხს ძალის დემონსტრაციის მტკიცებულებად მიხიდეს.
ეხლა, როდესაც საწვავი არ ყოფნით, კოლონებს ესხმიან თავს და მარშრუტები საფრთხის ქვეშაა, ეს სიმბოლო უკვე შეშფოთების მიზეზად იქცევა. რუსეთმა ყირიმი 2014 წელს მიერთა და ნახევარკუნძული თავისი სიდიადის ნარატივის მთავარ ნაწილად აქცია. პრობლემა ისაა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიას მუდმივი მომარაგება სჭირდება. სჭირდება გზა, პორტი, ხიდი, სატვირთო, საწვავი, მოვლა და საჰაერო თავდაცვა. როცა უკრაინული დრონები ამ ტერიტორიასაც აღწევენ, ზემოქმედება მხოლოდ სამხედრო რუკაზე არჩება. ამ დროს რუსეთი ცდილობს ეს ზარალი დაშინებით აანაზღაუროს. ყველაზე სერიოზული შემთხვევა რუმინეთში, ნატოს წევრ ქვეყანაში მოხდა, როცა რუსულმა დრონმა საცხოვრებელ შენობას გალაკში დაარტყა და 2 ადამიანი დაჭრა. რუმინეთი ომის საზღვარზე მდებარეობს და რუსეთის დრონების მიერ საჰაერო სივრცის დარღვევებს შეჭრის დასაწყისიდანვე აფიქსირებდა. მაგრამ სამხედრო ალიანსის ტერიტორიაზე საცხოვრებელი კორპუსის დაზიანება ამ შემთხვევას სხვა მნიშვნელობას ანიჭებს. მაშინაც კი როცა მოსკოვი ცდილობს პასუხისგებლობის უარყოფას, ევროპამდე მისული გზავნილი მარტივია. ომი უკვე ალიანსის ტერიტორიაზე ვრცელდება. ნატომ განაცხადა, რომ ალიანსის ტერიტორიის თითოეულ სანტიმეტრს დაიცავს. ამიტომ მნიშვნელოვანია შეერთებული შტატების მონაწილეობა დაგმობაში. და სწორედ ამიტომ დონალდ ტრამპის პოზიცია კიდევ უფრო მნიშვნელოვანია. როდესაც ამერიკული ძალა ევროპული ბიუროკრატიის ნებართვის გარეშე საუბრობს, მოსკოვი ხვდება, რომ პროვოკაცია ძვირად დაუჯდება. დმიტრი მედვედევმა სცადა რუმინეთის ეპიზოდი მუქარად გადაექცია. მან თქვა, რომ ევროპელებმა უნდა შეეგუონ ნაკლებად მშვიდ ღამეებს და კიდევ ერთხელ დაადანაშაულა ევროკავშირის ლიდერები რუსეთის წინააღმდეგ ომში პირდაპირ მონაწილეობაში. ამ ტიპის განცხადებები სპონტანური არ არის. ეს მოსკოვის ძველი ტაქტიკაა. ერთი ხელით უარყოფ თვალდასხმას და მეორე ხელით იმუქრება. კრემლი ამბობს, რომ პასუხისგებელი არ არის, მაგრამ მისი პოლიტიკური ფიგურები მიანიშნებენ, რომ ახალი თავდასხმები შეიძლება მოხდეს. სწორედ ამ საკითხში ერთვება ტრამპი. მან უკვე აჩვენა, რომ მოსკოვის ბირთვული მუქარის პოზას არ იჯერებს. როცა მედვედევმა შეერთებული შტატების წინააღმდეგ ტონი გაამკაცრა, ტრამპმა ბირთვული ცალქოშა ნავებით და ამერიკელი ხალხის პირდაპირი დაცვით უპასუხა. უკრაინამაც კარგად გაიგო ეს დინამიკა. რუსულ ნაწილებზე, ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე, სათყობებსა და მომარაგების მარშრუტებზე თავდასხმები მხოლოდ რეაქცია არ არის. ეს არის გზა, რომ პუტინი კომფორტის ზონიდან გამოიყვანო. დიდხანს მოსკოვი ცდილობდა ომის შორს დაეტოვებინა ჩვეულებრივი რუსების ცხოვრებისგან, ელიტებისგან და აბსოლუტური კონტროლის იმიჯისგან. ეხლა დრონები ღრმად ქვეყნის შიგნით აღწევენ, ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები ჩერდება, საწვავი არ ყოფნით და სამხედროები, რომლებიც ომის დანაშაულებში არიან ეჭვმიტანილნი, ზიანდებიან. რუსეთის მოსახლეობა იწყებს გააცნობიეროს, რომ ომი, რომელიც სწრაფად დასრულებად და დაპირებული იყო, გადაიქცა ხანგრძლივ, ძვირადღირებულ და დამამცირებელ ჭაობად. კრემლის პროპაგანდა ამბობდა, რომ სტრატეგიული ქალაქები დაეცემოდა, უკრაინა დაინგრეოდა და დასავლეთი დაიღლებოდა. რაც ახლა ჩანს, პუტინისთვის უფრო მძიმეა. უკრაინა ჯერ კიდევ წინააღმდეგობას უწევს, აფართოებს დრონების ომს და აიძულებს რუსეთს დაიცვას ტერიტორიები, რომლებიც ადრე დაცულად მიიჩნეოდა. ტრამპმა პუტინი უკან დაახევინა, რადგან მან გაავლო ხაზი, რომელსაც კრემლი კარგად ესმის. უკრაინამ გაანადგურა რუსი ომის დამნაშავეების ფსიქოლოგიური უსაფრთხოების ნაწილი, როდესაც ბუჩასთან დაკავშირებულ ბრიგადას დაარტყა. მე ვარ მილსონ ალვესი, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი და ჩემი მიზანია ყოველდღე მოგაწოდო სიმართლე. ახალი ამბების მულები ვიდეოს აღწერაშია. მოიწონე ეს ვიდეო, გამოიწერე არხი და ბოლოს გადახედე კომენტარებს, რომ კიდევ უფრო მეტად ჩაერთო მილსონ ალვესის საზოგადოებაში.